გამარჯობა, ეს არის გადაცემა გვერდიდან და მე ვარ დავით კალანდია. ნატოს გენერალურმა მდივანმა მარკ რიუტემ განაცხადა, რომ 2035 წლამდე საჭიროა ნატოს ყველა წევრის თანხმობა, რათა ნატოს წევრები შეთანხმდნენ იმაზე, რომ მშპ-ს, ანუ მთლიანი შიდა პროდუქტის 5% დაიხარჯოს უსაფრთხოებაზე, მათ შორის რუსეთის შესაძლებელი თავდასხმის მოსაგერიებლად. საინტერესოა და 35 წლამდე რას აპირებენ? უკრაინის ხარჯზე აპირებენ 35 წლამდე გაძლონ? ბიუროკრატია ძალიან ხათაბალა საქმეა, მეგობრებო. მე სრულიად არ ვიზიარებ ლიბერტარიანულ აზრებს, მაგრამ ზოგჯერ რაღაც რაციონალური მარცვალი კი არის მათ აბსურდულ იდეებში. ერთ-ერთი არის ის, რომ გამარტივდეს დოკუმენტაცია და თუ ეს აზრიანად მოხდება, მაშინ ამას მივესალმები და თუ უაზროდ, მაშინ არა. აი, არგენტინის ლიბერტარიანელმა პრეზიდენტმა 500 რეგულაცია გააუქმა. საინტერესოა, სულ რამდენი რეგულაცია იყო არგენტინაში. თუ მხოლოდ 500 იყო და 500-ვე გააუქმა, მაშინ ეს კატასტროფაა. და თუ სიტყვაზე 2500 იყო და 500 მოაშორა, მაშინ ალბათ ეს დადებით შედეგს გამოიღებს. მოსახლეობას რაღაც ასპექტში გაუადვილებს ცხოვრებას. ბიუროკრატია, როგორც ასეთი, წესითა რიგით უნდა იყოს ჯანსაღი. მის გარეშე ცხოვრება შეუძლებელია, ანუ ბიუროკრატია თუ გაქრება, დაიწყება ანარქია და ნებისმიერი ქვეყანა დაინგრევა. ახლა ალბათ მორიგ ბანალობებს ვამბობ და თქვენს დროს ვხარჯავ. რისთვის დავიწყე ბიუროკრატიაზე ლაპარაკი? აი, მარკ რიუტეს განცხადებაზე. 2035 წლამდე რა უნდა აკეთონ ამ მართლა ბიუროკრატებმა? თუ ასე ეშინიათ რუსეთის, რატომ აპირებენ 10 წელი ზოზინს? და განა არ შეიძლება 2026 წლიდან რომ მიხედონ საქმეს, გადავიდნენ თავდაცვის სისტემის გაძლიერებაზე და ამით იქნებ უკრაინასაც ეშველოს. არ მგონია უკრაინა უახლოეს წლებში 1991 წლის საზღვრებს დაუბრუნდეს, რაც ვოლოდიმირ ზელენსკის 22 წლის ომის დაწყების შემდეგ ჰქონდა გამოცხადებული, მაგრამ რაღაც წერტილი მაინც ხომ უნდა დაისვას სლავების ძმათამკვლელ ამბავში. რაც უფრო სწრაფად მომძლავრდება ევროპა, მით უფრო მალე გაჩერდება პუტინი. ასე მგონია მე, თუმცა ბოლომდე ჩემს სიტყვებში არ ვარ დარწმუნებული. მოკლედ, 35 წლამდე ევრობიუროკრატები აპირებენ დროის გაწევას. ახლა წარმოვიდგინეთ, ჩვენ ნატოს წევრი რომ ყოფილიყავი და დღევანდელი ჩვენი მშპ-ს 5% თავდაცვის გაძლიერებაზე რომ დაგვეხარჯა. ჩვენი მშპ დღეს 40 მილიარდ დოლარამდეა. ანუ 2 მილიარდი უნდა წასულიყო თავდაცვაზე. ავიტანდით ასეთ ხარჯებს? არ გეგონოთ რომ ნიშნის მოგებით ვამბობ, უბრალოდ ვკითხულობ, ავიტანდით თუ არა. ატანით შეიძლება აგვეტანა, რამდენი რამ აგვეტანიეთ და ჯერჯერობით კი ვართ ამ ქვეყანაზე, მაგრამ რამდენი დარგი დაიხევდა უკან. ახლა ისე სხვისი კომპეტენციის სფეროში ვიჭრები და ეს არაა კარგი. პური მეპურე მაცხოს, ფიზიკა ფიზიკოსმა გამოიკვლიოს და სიმღერა კი მომღერალმა იმღეროს და არა მეპურემ. ჩვენ კი უბრალო მომაკოდავები გვერდიდან შევხედავთ ამ ყველაფერს და იმედი გვექნება, რომ იქნებ ადრე თუ გვიან დადგეს ისეთი ხანა, ისეთი ერა, როდესაც ომზე მხოლოდ წიგნებში წავიკითხავთ. თუმცა ეჭვი მაქვს ამ მშვენიერ ეპოქას ჩემი თაობა ვერ მოესწრება. ისე კი ამ მარკ რიუტეს მოусმინე და მესმის, რომ მას მართლა მანდრაჟი აქვს. რუსეთი სამთვეში 3-ჯერ მეტ იარაღს აწარმოებს, ვიდრე ჩრდილოეთ ატლანტიური ალიანსის ყველა წევრი ერთ წელიწადშიო. ეს ჩემი ფანტაზია არა, ეს მარკ რიუტემ თქვა. რაღაც ვერ ვიჯერებ ამ ინფორმაციას. ხომ არ იტყუება მარკ რიუტე? ვითომ ამერიკელებიც იგულისხმა? ამერიკელების სამხედრო ბიუჯეტი ტრილიონს უკაკუნებს. ეს გაცილებით მეტია, ვიდრე რუსეთის სამხედრო ბიუჯეტი. რუსეთმა რაც არ უნდა ქნას, ამერიკას მაინც ვერ დაეწევა. თავის დროზე საბჭოთა კავშირი დაღუპა ზუსტად რომ ამერიკის დევნამ და კიდევ გეგმიურმა ეკონომიკამ. ახლა რუსეთს საბაზრო ეკონომიკა აქვს და ეს გაცილებით უფრო სარფიანია მათთვის. მაგრამ
ამერიკას მაინც ვერ დაეწევა. და რაღაც ვერ გავიგე, ეთყობა რუტეს ამერიკელები არ ყავდა მხედველობაში და მე კი ისევ სხვის სფეროში გადაუხვიე. დღეს რაღაც ასეთი დღე მაქვს. ჩემს კომპეტენციებს ვცილდები და სხვირს ყოფ იქ, რაც მხოლოდ გადმოცემით ვიცი. თუმცა განა მარტო მე ვარ ასეთი. დედამიწის პოლიტ ანალიტიკოსების 99% თამაშის ამდაგვარი წესებით თამაშობს. ასე რომ მეპატიება. მით უმეტეს რომ ყველაფერი, მაგრამ მე საკუთარ თავს ანალიტიკოს არ უწოდებ. და მაინც რატომ აპირებს მარკ რუტე 2035 წლამდე ზოზინს? ეს იყო გადაცემა გვერდიდან და მე ვარ დავით კალანდია.